ჩვენ მეთერბელს როგორ ხვდებით? ძალიან უყვარს ცხენს, რა თქმა უნდა. ბუნებრიობა, ანუ არ არის ეს რაღაც ისეთი გადაპრანჭული ნიშანი რეალურად. ამიტომ, ბუნებრივი იყავთ კი შეიძლება მაკიაჟი გაიკეთოთ, მაგრამ ეს რაღაცა ზედმეტი გლიტერები და რაღაცა ბრჭყვიალები, არ გვინდა დიდად. საკვების მხრივაც, რაც უფრო ნატურალური იქნება ყველაფერი, ხო, რაღაცა ზედმეტი ექსპერიმენტების გარეშე და უბრალოდ გემრიელი, ეს მოეწონება ჩვენს ცხენს. შეგიძლიათ დალიოთ, შეგიძლიათ მეგობრებთან ერთად შეხვდეთ, ანუ უყვარს ცხენს ჟრიამული საბოლოო ჯამში, ძალიან უყვარს მხიარულება, ჟრიამული დინამიკა. მე გირჩევთ, რომ საერთოდ სახლიდანაც გახვიდეთ და სადღაც სხვაგან შეხვდეთ, იმიტომ რომ იმდენად უყვარს ცხენს, ადამიანის სახლში რო არ ზის მოკლედ, ანუ არ არის ეს რაღაცა სახლის ნიშანი, ხო, ჩინურ ჰოროსკოპშიც ეს არის ერთ-ერთი ყველაზე, სახლში რო ვერ გააჩერებ, მასეთი ნიშანი რეალურად, ხო, კლასიკური დეფინიცია რაც არის ცხენის, ხო? ჩინური ასტროლოგიის მიხედვით. ამიტომ ძალიან კარგი იქნება, რომ სადმე გარეთ შეხვდეთ. სხვადასხვა ესეც იდეალური იქნება. ფერები, წითელი, ნარინჯისფერი, შეიძლება თეთრიც. არ შეიძლება, მეგობრებო, იასამნისფერი არ უყვარს, ცისფერიც არ უყვარს ამ ცხენს, იმიტომ რომ ეს არის ცეცხლოვანი ცხენი და მოკლედ ეს საპირისპირო ფერები, ხა, რაც არის, ხო, ეს პასტელური ფერები თუნდაც, რაც არის საპირისპირო ამ ცეცხლოვანი სტიქიის, ხო? ის ფერები არ გირჩევთ, იმიტომ რომ უბრალოდ არ უყვარს, ხო? ამიტომ ჩვენ თუ გვინდა რომ მოვთანხმოთ მაქსიმალურად ესე იგი ჩვენი ცხენი და რაღაცა დადებითად მივიღოთ, ხო? დადებითად შევეგებოთ, უმჯობესია ეს რეკომენდაციები გაითვალისწინოთ.